მივესალმები ყველას ჩემ YouTube მაყურებელს. სადღაც ჩემი საქმეებისგან როგორც იქნა ცოტა მოვიცალე და რაც გადაწყვეტილი მქონდა დავჯექი იმ ვიდეოს ჩასაწერად. ინსპირაცია მე თვითონაც მქონდა ეს გადაწყვეტილი, რომ კიდე ერთი ფილმის განხილვაზე ვიდეო გადამეღო, მაგრამ არხის გამომწერებლის სურვილით, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად ყოველთვის წინ ვაყენებ ხოლმე გამომწერების სურვილებს და მინდოდა კიდე ერთი ფილმის განხილვის ვიდეო გადამეღო და წინა ვიდეო გადავიღე გლადიატორზე, რიდლი სკოტზე, ლეგენდარულ რეჟისორზე და დღეს მინდა ასევე რიდლი სკოტის კიდე ერთი ძალიან კარგი ასევე ლეგენდარული ფილმის ზეციური სამეფოს განხილვა და გავაკეთო. ასევე ძალიან მაგარი ფილმია, მაგარი მსახიობებით. ჩემ გემოვნებაში ჯდება და ასევე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იმ ადამიანის გემოვნებაში ჯდება, ვინც საერთოდ უყურებს ისტორიულ ფილმებს, უკვე შუა საუკუნეები, medieval ფილმების ყურება და მით უმეტეს ეს თემატიკა, როგორი თემატიკაც ამ ფილმშია. ღმერთთან ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის თემატიკა, სამოთხისეული თემატიკა, მაშინდელი პრობლემატიკა, რაც ადამიანებს აინტერესებდათ. უბრალოდ ურთიერთობები პიროვნულ დონეზე. ნებისმიერი ალბათ ჩვენგანის და ყველა ადამიანის შინაგანი სამყარო და ეს ყველაფერი ეპიკასთან ძალიან კარგად არის სინთეზში და ძალიან კარგად არის შეხმატკილებული. რეჟისორი, რა თქმა უნდა, არის რიდლი სკოტი. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი გამოჩენილი მსახიობი გამოდის, მაგრამ მე დავკონკრეტები ორლანდო ბლუმზე, ევა გრინზე და ედუარდ ნორტონზე. ედუარდ ნორტონი არის მეფე ბალდუინ მეოთხე, ის კეთრით დაავადებული მეფე, რომელიც სახეც ფაქტიურად მთელი ფილმის განმავლობაში არ ჩანს და მარტო ამ ფილმის მოყვარულებმა და ედუარდ ნორტონის მსახიობის ფანებმა იციან, რომ ეს ადამიანი არის ედუარდ ნორტონი. მაგრამ პლასტიკიდან გამომდინარე, თუ ვინმეს უფრო კარგად შეიძლება ეთამაშა ამ როლის თამაში, ზუსტად ედუარდ ნორტონმა მოახერხა. სპეციფიკური როლია, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ კარგად იცით. იერუსალიმის სამეფოს მეოთხე მეფის ბალდუინის როლს თამაშს უწევს ამ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან იყო კეთრით დაავადებული და ძალიან დიდი ხანი ვერ ციცოცხლა. ეხლა რაც შეეხება გლადიატორისგან განსხვავებით. აქ ისტორიული თხრობა თითქმის ერთ-ერთი შეიძლება ვთქვა, რომ დაცულია. ფაქტიურად სწორხაზოვნად მიყვება ისტორიულ თხრობას. რენე დე შატიონიდან დაწყებული ტამპლიერთა ორდენის რაინდებით დამთავრებული თუ რომელიმე მაშინდელი მოქმედი მაღალი ფიგურის გამოყვანა ფილმში უწევდა რეჟისორს რიდლი სკოტს, სულ რეალურია, არც ისტორიული ანაქრონიზმი არ არის ფაქტიურად და დროში თანხმედრაც ძალიან კარგად არის გათვლილი. ანუ აქედან გამომდინარე, რომ რაღაცა ელემენტარული უცოდინობის გამო ამ ადამიანს უწევდა ან მოსაზრება იმის, რომ არ უნდა და არ უყვარდა უბრალოდ და ისტორიულ ფაქტებს არ უკრიტიკებდა და არ აკვდებოდა, ეგ არის ტყუილი. თუ გადაწყვეტილი ქონდა და გადაწყვეტილი აქვს და ექნება მომავალში დარწმუნებული ვარ, კიდე გადაიღებს მიუხედავად ასაკისა ეს ადამიანი ბევრ ფილმებს. ძალიან კარგადაც გამოსდის ამ ადამიანს ისტორიული მოვლენების ზუსტ ასახვა. ფილმოგრაფიას კიდე ერთხელ რო გადავავლოთ თვალი,
ვერ ვიტყვით რომ არ მეგობრობინ ისტორია და რიდლი სკოტი ერთმანეთთან, იმიტომ რომ აქ ასევე ძალიან ძლიერი ფილმი რობინ ჰუდი გადაღებული, პრომეთე, გლადიატორები, ღმერთები და მეფეები, შავი ქორის დესანტი და რა თქმა უნდა თავისთავად ზეციური სამეფოს შავი ქორის დესანტი უახლესი ისტორიიდან არის მოგადიშოში ამერიკული ვერცხლების და სპეცრაზმის ელიტური დანაყოფების კატასტროფაზეა იქ საუბარი ეს ცნობისთვის უბრალოდ დღეს ახლა ამაზე არ ვაპირებ და ვისაც ეს ფილმის ნანახი აქვს და იცის და იმად გასაგონად და იმისთვის რომ იყოს ცნობადი. ეხლა უშუალოდ ფილმში რა ხდება? ფილმში ისტორიული კონტექსტი რო განვიხილოთ არის ჯვაროსნული ომების ეპოქა და არ იყო ანუ რვა ჯვაროსნული ლაშქრობა საერთოდ ის ოფიციალური ჯვაროსნული ლაშქრობები რომელიც მოხდა 1096-დან 1270 წლამდე თორემ დროთა განმავლობაში იყო იქ კათოლიკური ეკლესია კიდე მიავლენდა ხოლმე სხვადასხვა ჯვაროსნულ ლაშქრობებს, რასაც ჯვაროსნულ ლაშქრობებს ეძახდნენ, მაგალითად ტევტონთა ორდენმა, როდესაც ბალტიისპირეთში წარმართი ტომები გაილაშქრა და ტევტონების სახელმწიფო დააარსა ლიტო-ლატვია ესტონეთში. ამასაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ეძახდნენ. ამერიკაში, როდესაც კონკისტადორები შედიოდნენ ესპანეთის წმინდა ინკვიზიციის და ესპანეთის მეფის ლოცვით და კურთხევით, ამასაც ჯვაროსნულ ლაშქრობებს ეძახდნენ და იყო კონკრეტული ლოკალური პოზიციები, სადაც თუნდაც რელიგიურ საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტების დროს ეძახდნენ კი ჯვაროსნულ ლაშქრობებს ეძახდნენ და იქ განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციებს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ესე არ იყო. გადაღებები ფილმის მიმდინარეობდა მაროკოში. ფილმის ბიუჯეტი დაჯდა 218 მილიონი და გამოვიდა 2005 წელს. რა შეიძლება ასევე ითქვას კინოკრიტიკოსების მიმართ 2005 წელს ჯერ კიდევ უშუალოდ მე თვითონაც მახსოვს, როდესაც პირველად კინოთეატრებში ჩვენება უნდა ყოფილიყო მაგ ფილმის ერთადერთი კინოსურათი იყო, რომელმაც კინოკრიტიკოსებისგან დაიმსახურა ძალიან ბევრი დადებითი შეფასება. რასაც ვერ ვიტყვით ამ ბოლოს გადაღებულ საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიან ფილმზე, რომლის ჩვენებაზეც მეც ვიყავი და რავი მე არც ვაღიარებ პირდაპირ ვიზახი ხოლმე რომ მომეწონა რა. ძალიან ჩემ ნაცნობს და მეგობარს და ძალიან ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს სასტიკად არ მოეწონა და დააბრალეს რეჟისორის სასახს, რაც ნაპოლეონზე მაქვს საუბარი ბოლოს გადაღებულ ფილმზე. ფილმში სცენარი ვითარდება სადღაც მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როდესაც უკვე ეს და მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა იყო უკვე, როდესაც ბრიტანეთის მეფემ რიჩარდ ლონგულმა, გერმანიის მეფემ ფრიდრიხ მეორე ბარბაროსამ და საფრანგეთის მეფემ ფილიპ ელამაზმა ეს მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე ამათ ეხება და მაგ ყველაფრის მერე კიდე 5 იქნება რა თქმა უნდა და იმ 5 ჯვაროსნული ლაშქრობებიდანაც რაღაც ნაწილს საერთიანებენ ხოლმე, რაღაც ნაწილს ყოფენ და აქ ამ ჯვაროსნული ლაშქრობების გარშემო ერთ შეხედულება ჯერ კიდე ისტორიკოსების არ არის ჩამოყალიბებული. მოკლედ სცენარი ვითარდება მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ეს არის 1199-1192 წელი. 1912 წელი ეს მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდია, როდესაც უკვე პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მერე შექმნილია პირველი ორდენები, დაარსებულია პირველი სამეფო საგრაფოები წმინდა მიწაზე ქრისტიანული ინვიზიის შედეგად და ძირითადად წმინდა მიწაზე ომი უკვე მიმდინარეობს ეგვიპტის აიუბიდების საამიროსა და აი ამ ჯვაროსნული და ქრისტიანული ევროპის მონარქებს შორის. არის იერუსალიმის სამეფო, ედესის საგრაფო, ანტიოქიის საგრაფო,
და ასევე დაყვავებული აქვს უკვე კუნძული ეკვიპროსი ქრისტიანების ხელშია და აქედან ამ სანაპირო ზოლის ფურაჟირებას და მომარაგებას სამხედრო და სასულსათე ნივთებით ახდენენ უკვე ამ კუნძულიდან ეკვიპროსიდან და ტამპლიერების ორდენის ძირითადი ბაზაც უკვე ამ კუნძულზე მდებარეობს. რაც ყველაზე მთავარია და არ მინდა რომ დამავიწყდეს ასევე მინდა ვთქვა ისტორიული კონტექსტიდან გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებაში ამ პერიოდში საქართველოში უკვე დავით აღმაშენებლის საკმაოდ წარმატებით აქვს მოგერიებული დაღმავალი თურქ-სელჩუკური საფრთხე ზუსტად აი ამ ჯვაროსნების დახმარებით და ქართველებიც ჩრდილოეთიდან ძალიან კარგ საქმეს უკეთებთ ამ ჯვაროსნულ სამეფოებს და ესენი ძირითადად როგორც აღნიშნე ებრძვიან უკვე აიუბიდებს და თურქ-ოსმალური საფრთხე იმდენად უკვე აღარ არსებობს ამ საგრაფოებისთვის. ერთ სიტყვით საქართველოს ზესახელმწიფოობის პერიოდია. ჯერ მონღოლები გამოჩენილები არ არიან და რაც შეეხება ბიზანტიას, აღმოსავლეთ რომის იმპერიას, ბიზანტიას უკვე მცირე აზიის პროვინციები დაკარგული აქვს. და აი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე უშუალოდ კონსტანტინოპოლზე მოხდება სამომავლოდ უკვე შემდეგში და ბიზანტიის იმპერიას ცოტახან დაშლიან კიდეც. დაშლიან რამდენიმე იქ იქნება ნიკეის იმპერია, ლათინთა იმპერია და იქ საბერძნეთში კიდე წვლილი რაღაცა საგრაფოები და სამეფო სამთავროები. ეხლა წარმოვიდგინოთ უკვე უშუალოდ ფილმის სიუჟეტი. წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების ჩვეულებრივი მედიევალ სოფელი ევროპის ერთ-ერთი საფრანგეთში. სადაც როლანდო ბლუმი, ანუ ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს და ასევე ეწევა საკუთარ საქმიანობას, არის სამჭედლო აქვს, რაღაც მჭედელია და ცხოვრობს თავისთვის წყნარად ჩვიდად, აქ მოუშუშებელი ტრავმა, დაღუპული ყავს მეუღლე, რომელსაც ძალიან რთულად გადააქვს და აქ უკვე აქტიურია ევროპაში ინკვიზიციის საკითხები, ევროპული ინკვიზიციის, ესპანური ინკვიზიციის, ფრანგული ინკვიზიციის, იტალიური ინკვიზიციის, სადაც კათოლიციზმი შედარებით უფრო ძლიერია და გამოდის მეორე უარყოფითი პერსონაჟი შემოდის ძმის ბალიანის მისახით, რომელსაც ეზიზღება თვითონ ბალიანი, ასევე მისი ცოლიც და ის ყველაფერი, რაც თვითონ ამ ადამიანთან არის დაკავშირებული. ბალიანი არის უკანონო შვილი და მაშინდელი სალიკური სამართლის მიხედვით საფრანგეთის სამეფოში არსებული ყველა ჩვეულებრივი სამართლის მაშინდელი იმდროინდელი მედიევალ შუა საუკუნეების სამართლის მიხედვით უკანონო შვილი მამისგან ვერანაირ ქონებას ვერ იღებდა. მით უმეტეს იმისა, რომ ფილმის მსვლელობისას აღმოჩნდება, რომ მამა არის საკმაოდ ძლიერი რაინდი, საკმაოდ დიდი ქონებით წმინდა მიწაზე და საკუთარი მეომარი ბანდაც კი ყავდა, რაღაცა ჯგუფი, რომელიც ემორჩილება და რაინდის წოდება მაშინდელ რეალობაში კიდე ისეთი სხვა რაღაც იყო, რაინდას თუ გაკურთხებდნენ, ძალიან ბევრი რაღაცის უფლება ჰქონდა და ისეთი რაინდი უნდა მოგეძებნა, რომლის ხელიდანაც კურთხებას მიიღებდი, რაც მე ფილმის მსვლელობისას ხდება. ну მოკლედ ცხოვრება მობეზრებულ ჩვენ გმირს ბალიანს ბოლო წვეთი როგორც ფილმის მსვლელობისას ყველა ნახა და ირკვევა არის ის, რომ კლავს საკუთარ ძმას აფექტის მდგომარეობაში, იმიტომ რომ მუდმივად ეს ადამიანი თავისი ბოროტის აქციებით ცდილობდა პროვოცირებას და უხდება უკვე საფრანგეთიდან საერთოდ გაქცევა და გადაკარგვა. და საკუთარი სულიერი შინაგანი აი ამ ღელვარების დამშვიდების ერთ-ერთ გასაღებს ხედავს იმაში, რომ წმინდა მიწაზე წავიდეს და იქ ღმერთთან ერთობაში, ღმერთთან ერთარსებაში იპოვოს რაღაცა პასუხები საკუთარ კითხვებზე. ну იქ რაც არის უკვე ფილმის სიუჟეტში ყველა ძალიან კარგად ხედავს, იქ მამამის გაყვება, მერე მამას დაიღუპება იქ შეტაკების დროს, ანუ სასიკვდილო ჭრილობას მიიღებს და მერე მამის მხრიდან უკვე რაინდის კურთხებას იღებს.
და როდესაც უკვე უშუალოდ წმინდა მიწაზე ჩადის, ხდება ბალდუინ მეოთხის დას, ევაგრის სიბილას როლის შემსრულებელს და ამას უყვარდება და უნდა რომ ამასთან ერთად იყოს. იქ რაღაც მიწას მისცემენ სამმართველოდ, ჩააბარებენ რაღაც საკმაოდ რთულ ნაწილს ამ იერუსალიმის სამეფოსი და აქ უკვე ძალიან კარგად ჩანს კიდევ ერთი რაღაც, რომ ტამპლიერებს უკვე და ცოტა ტამპლიერებზეც უნდა ვთქვა. ეს იყო სარაინდო ორდენი, მოკლედ ამ ვიდეოში მარტო ერთს ვიტყვი, რომ იყო სარაინდო ორდენი, რომელსაც პილიგრიმების მომლოცველების წმინდა მიწაზე წინ და უკან დაცვა ჰქონდათ და უსაფრთხო მოგზაურობა ჰქონდათ დავალებული და მერე წლების მანძილზე ამ ორდენმა საკმაოდ ბევრი სიმდიდრე და გავლენა მოიხვეჭა მთელი ევროპის მასშტაბით ძალიან გაძლიერდნენ და ბოლოს საფრანგეთის მეფემ და რომის პაპმა ქნა ეს ისე რომ ორდენს მთლიანად ღია ომი გამოუცხადეს კონკრეტული მოსაზრებებით და ბოლო დიდი მაგისტრი რომელიც კოცონზე დაწვეს და ბოლო დაადანაშაულეს ძალიან ბევრ საშინელებაში და ასევე ამ ორდენის ტამპლიერთა ორდენის რაინდების ძალიან დიდი ნაწილს ძალიან ბევრ ცუდ რაღაცაში დასდეს ბრალი და მთელი ევროპის მასშტაბით ამათი ემოციული მიწები, ციხესიმაგრეები და შენობა ნაგებობები ყველაფერი აგავის პირისაგან მიწისა და გადაინაწილეს საფრანგეთის მეფემ და რომის პაპმა აი ეს ძალიან დიდი ძალი ქონება. და ნაწილი იქ ლეგენდის მიხედვით არის ასევე გადმოცემები, რომ ბრიტანეთში და ესპანეთის ტერიტორიაზე ვინც გაქცევა მოახერხა იქ წაიღეს მერე ეს. ანუ ამ ქონების ნაწილი. და კიდე ძალიან ბევრი რაღაცა იქ რა არის წასიდან დაწყებული, რომელსაც დღეს არ მინდა უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან დიდი ვიდეო გამოვა მერე და ეგ ცალკე ჩასაწერი ძალიან საინტერესო, მე ვიტყოდი, განხილვის საგანია და ვიდეოს თემაა. მოკლედ ხდება ისე, რომ სალადინი, რომელიც იყო წარმოშობით ქურთი აიუდიდების ეგვიპტის დინასტიის იმპერატორი, საკმაოდ ღირსეული მეტოქე ამ ჯვაროსნების და კათოლიკე ევროპელების საკმაოდ წარმატებით ებრძვის ამ ჯვაროსნულ სამეფოს სამთავროებს. შემდეგ უკვე სალადინთან ომი უწევს ასევე რიჩარდ ლონგურსაც. აქვე მინდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას მის დროს აქვე მინდა აღნიშნო და იღებს კიდეც რა თქმა უნდა იერუსალიმის სამეფოს ბოლოს. ბალდუინის სიკვდილის მერე. ეს ბალდუინი, ასევე ერთი ორი სიტყვა მინდა რომ ბალდუინის ძეს თქვა, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, ძალიან ჭკვიანი მეფე და დასანანია უბრალოდ რომ ბავშვობიდან ჯერ კიდე ოფიციალური ცნობაა ესეც ისტორიული და ფაქტი, რომ მოგლენმა შეამჩნია ხელზე ეს კეთრი ისეთი და ჩვენ დღევანდელობაში რატო აღარ არის ესე გავრცელებული და სად გაქრა საერთოდ ეგეც მეორე საკითხია. მასები ესეთი ინფექციური დაავადება როგორც კეთრი იყო და ფაქტიურად ითვლებოდა როგორც კიბოს თანამედროვე ძალიან მძიმე ბოლო სტადიები, რომელიც არ იქუნდებოდა დაუმარცხებელი იყო. ასევე როგორც აიუდადებითი იყო ადამიანი, ესე ვერ ურიდნენ და ვერ ამარცხებდნენ და ხშირად რაღაცა კეთროვანების ცალკე მეომარი კასტაც იყო ჩამოყალიბებული, რომლებიც ყველაფერზე მიდიოდნენ და ომში აყენებდნენ წინ ჯვაროსნულ ლაშქრობ ჯარებში. იმიტომ რომ კეთროვანს ფაქტიურად, როდესაც ეს დაავადება გაგიჩნდებოდა, ხაზი ქონდა გადასმული ცხოვრებაში ყველაფერზე და დამთავრებული ქონდა იქ ყველაფერი და ამით აწყნარებდა მერე იქ კათოლიკური სამყარო, კათოლიკე მღვდლები, მოძღვრები, ეპისკოპოსები, რომ თუ ქრისტეს საფლავისთვის და ქრისტიანობის გულისთვის ომში გადადებდა თავს და წინახაზე დადგებოდა, სიკვდილის მერე მაინც მარადიულობაში ძალიან კარგად იქნებოდა. დაახლოებით ისეთივე პარალელია, როგორც ისლამში რაღაც კონკრეტული დათქმები. იქ. მოკლედ
იერუსალიმის დედაქალაქის აღებას ახერხებს. ესეც ასევე ისტორიულად ოფიციალური ფაქტია, რომ ძალიან გარკვეულწილად ხელი ამას შეუწყო ტამპლიერთა მიერ გაფუჭებულმა ბევრმა საქმეებმა, ორდენის მიერ გაფუჭებულმა ბევრმა საქმეებმა. და ფილმის სიუჟეტის გარეთ შემიძლია ესეც გითხრათ, რომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და სპეციალურად აკეთებდნენ ძალიან ბევრ ამას. ორდენის ინტერესებიდან გამომდინარე. იქ იყო ბევრი შეტაკებები, საბრძოლო მოქმედებები კიდე მაგას გარდა, რა დროსაც ტამპლიერთა ორდენმა არიომა ჯეროვნად. ამათ სასახელოდ ეს არ შეიძლება ითქვას, მაგრამ ამათ სასახელოდ ასევე შეიძლება ბევრი რამე ითქვას. ასევე მაგალითად აკრად დაწყებული მთელი სანაპირო ზოლის ქალაქების ხელახლა დაკავება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. მოკლედ ფილმი მთავრდება ესე, რომ დალიანი ნახულობს თავის ცხოვრებაში ყველაფერზე რაზეც ნერვიულობდა, რასაც განიცდიდა ვერნიერ დასასრულს, სიბილასთან ერთად საფრანგეთში უკან თავის სოფელში ბრუნდება და იქ ნახულობენ თავის სიმშვიდეს, თავის ზეციურ სამეფოს, ასე რომ ვთქვათ, და იქ აგრძელებენ ცხოვრებას. რაც შეეხება წმინდა მიწას, იქ მოვლენები საუკუნეების მანძილზე კი არა და დღემდეც დრამატულად განვითარდება და დღემდეც დრამატულად ვითარდება. და წმინდა მიწას დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ არ ეღისა ზეციური სამეფოს ეულის სიმშვიდის დაბრუნება. ჩემი საკუთარი გადმოსახედით და შეფასებიდან ვიტყვი, რომ გენიალური ნამუშევარია, გენიალური რეჟისორით. საკმაოდ დაცულია ისტორიული თხრობა, არ არის ისტორიული ანაქრონიზმი. კოსტიუმებზე და სასცენო სამსახიობო ოსტატობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რა თქმა უნდა, მშვენიერია და ყველაფერი არის იდეალურად და გამოწერებიდან და ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ყველას გირჩევთ, რომ უყურეთ. ერთხელ მაინც უყურეთ. ნამდვილად არის რამე. მადლობა მინდა მოგიხადოს ტრადიციულად. ვინც გადმომოარხზე, ჩართავს ვიდეოს, უყურებს, გიყვარდეთ ერთმანეთი. რაც შეეხება ძალიან მალე დავიწყებ ძალიან კარგი სტრატეგიის თამაშს. ეს სტრატეგიის მოყვარულებისთვის ყველას გაგიხარდებათ, ოღონდ თქვენ ვერ გამოიცნობთ, ძალიან საყვარელი თამაშია, ძალიან კარგი თამაშია და დარწმუნებული ვარ, ეგ სერიები რაც ჩაიწერება ძალიან კარგი იქნება თქვენთვის და ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებთ. გიყვარდეს ერთმანეთი, ითამაშეთ საინტერესო თამაშები, წაიკითხეთ, უყურეთ, გიცხოვრეთ. ყველას ბედნიერი დღე, დროებით კარგად სანდებოდეთ.